აი ვიცი რომ მოგენატრეთ ბაჩუ 7-7 ესე იგი მთელი 2 დღე არ ყოფილვარ ლაივში არ მიჭორავია მაგრამ ჩემი ჭორობის გარეშეც ჰაუში დახოცეს ხალხმა ერთმანეთი ჩავახა და მარია მიშყარებულები არიან და აკოცეს კიდეც ერთმანეთს ახალი მონაწილე ეს ანასტაცია ძალიან საყვარელი გოგოა ძალიან საყვარელი გოგოა და მინდა რომ უფრო იაქტიუროს ლიზა ზოკი კი მარია კიდე ჰაუსზე ვლაპარაკობ შე რაზე გინდა რომ ვილაპარაკო და იმაზე დაგელაპარაკებ დაწერე მარია რაზე გინდა რომ გელაპარაკო გინდა ფინანსებზე გელაპარაკო ვაი ახალი გოგო მე არ მგონია რომ ჯავახას და მარიამს კეთის მეიკაპ პროფესიით ვარ ფინანსისტი და ფინანსებზე რო გელაპარაკოთ რა ვიცი გინდა მე მგონი ჰაუსზე ვიჭორავთ ჯობია ეს პურები რო ახატია და უბლოკოთ აი ხახრო არ არსებობს მე მგონი რომ ძალიან ცოტა ფოლოვერი რომ მყავს ძალიან შინაურულად ძალიან შინაურულად და ვიღაცა აუცილებლად შემოვა აუ კიდე მაგაზე ლაპარაკობ აუ რას გავხარ აუ ესა აუ ეს რა ვისაც აინტერესებს ეს ჩემი საუბარი ის იყო სალამი გვანცა როგორ ხარ გამარჯობა კარგად და რამდენი ხანია არ გვისა უბრალოდ მთელი 2 დღე ლაივში არ გამოსულვარ ხახ მეც შოკში ვარ ნია მეც მიყვარხარ ჰაუსი ჩაწყობილიაო ჩაწყობილს რას ეძახით ამ კვირის აუტსაიდერი ხალხმა თქვენი აზრით ვინ იქნება დაწერეთ ჩემი აზრით მარიამი მე რა თქმა უნდა მივალდა Google შემატკივრებ პარასკევს ლაივზე ასევე მგონია ლელუ რომელიც არის ყველაზე უიღბლო მონაწილე იმიტომ რომ არც ერთი ბოსისთვის ეხა ვერ ვიტყვი რომ რომელიმე ბოსის პირობებში იდეალურად სუფთა იყოს სახლი მაგრამ ლელუს რაც დამართეს და რაც დაემართა ეგეთი რაღაცა არ ყოფილა წერილი არავის არ მისვლია რომ შენიშვნა მიეცათ ისუფთავისთვის და არიქა ბოსისთვის მიეწერა მალხას ქრივიშულს რომ სისუფთავეს მიხედე და ასევე მუზების ფართიც რა თქმა უნდა ხახნო უხერხულია რომ ჩავარდა მაგრამ ლელუ დიდად წეულებისთვის არც ემზადება და მე მგონი ეგეც ჩავარდება ხოლ მივიდე თუ რა ვქნა აბა მომწერეთ მივიდე თუ არა წვეულებაზე ლელუს წვეულებაზე უნდა მივიდე აუცილებლად დაპატიჟებული ვარ მარიამი მგონია გაგ მარიამი მგონია ერთ-ერთ აუტსაიდერად რომ დაასახელებენ ჰაუს ვუყურებ რა თქმა უნდა ყველა ეპიზოდს ვუყურებ და სტრიმებსაც ჩავრთავ ხოლმე როცა მცალია სულ ვუყურებ მაგალითად სახს ვალაგებ რაღაცა საჭმელები გავაკეთე და 1 საათი სულ სტრიმი მქონდა
ახალ მონაწილეზე სალოსალი. ახალ მონაწილეზე რა ძალიან ლამაზი გოგოა, ძალიან ეფექტური, მოვლილი, ლამაზი წითელი ფრჩხილებით, ლამაზი გრძელი შავი თმა, მე ძალიან მომწონს გრძელი შავი თმა, ვგიჟდები, ისე მომწონს, ნეტა მიხდებოდეს. და როგორც თქვა, რაღაცაო ხელები უნდა გავშალო, ვცეკვავო. ანასტასია, გაშალე ხელები. ბაბიშა, უნდა მივიდე Google შემოდგრო, რა თქმა უნდა. ლელუმ გამულანძღა მარიამ. ჯერ არ გაულანძღია, საერთოდ ლელუს ძალიან უყვარს ლანძღვა. მარიამს დაასახელებს აუცილებლად ლელუ და იმიტომ. მგონია რომ ლელუ დაასახელებს ჯავახასაც აქვს აუტსაიდერობის შანსი ლელუს პირობებში, იმიტომ რომ ლელუს გენი არ მოსწონს. ახალი გოგო არ მიიღებს მონაწილეობას წითელ დროშებში, როგორც თქვეს. წამყვანი რომ შემოვიდა, იმიტომ რომ 2 დღის შემოსულია და წითელ დროშებში არ მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ შემდეგ წითელ დროშებზე უნდა ვნახოთ. ახალმა გოგომაც მიჭორა მარიამი, რა თქვა ნინი? არ გადამრიო, მარიამს გაუშვას. გიგა ნაკაშიძე, გვანცა დამიმატე და სონებში ვერ 50 თეთრს ნუმთხოვთ, ვერ დაგიმატებთ. გამარჯობა. მარიამი რატო გაჭორა ახალმა გოგომ, აბა მომიყევით, ეგ როგორ არ ჩამიგდეთ ეგ ვიდეო? ყველაფერს მიყრით ხოლმე, აი რატომ მიყვარს თქვენთან საუბარი. მარიამზე, ჯავახაზე ყველაფერ ვიდეოებს მიყრით ხოლმე და ახალმა გოგო მარიამი როდის გაჭორა, როგორ არ ჩამიგდეთ ეგ ვიდეო ვერ ვიჯერებ. შეიძლება იგონებენ და არ გაუჭორა, ხო, სანამ ვიდეოს არ ვნახავ არ დავიჯერებთ. არ გაუჭორიაო. ნია, დიდი მადლობა. ირაკლი შანიძე, არაუშავს, ირაკლი გული არ დაგწყდეს, ლაივებში შემოდი ხოლმე, საჭიროდ. ესე იგი, ეს უზდელი ვინ არის? წარბია, თავარი ფეხია. დავბლოკეთ ესეც. ფართი ჯერ არ არის, ფართი იქნება ხვალ საღამოს. ჰაუსი და რა წამოხვედი, მე უფრო მე რა საყვარელი ხარ. ხო, იქ სტრესულ ვითარებაში შეიძლება არ ჩანდე რეალურად, იმიტომ ძალიან ბევრი ის წინააღმდეგობა და ის ახალი მონაწილე რატო შევიდა შენი აზრით? იმიტომ რომ ახალი ენერგია შეიტანოს, საინტერესო გახდეს იქ, ვიღაცა მოეწონოს, ვიღაცა აეჭვიანოს, ვიღაცას რა, საინტერესოა. მე ძალიან მომეწონა ახალი მონაწილე, შენი აზრით ძალიან კარგად არის შერჩეული. მარიამ ჯავახა მაკოცეს და რესტორანშიც იყვნენ დეითზე. ლელუ უეჭველი დაასახელებს ჯავახას. კი ბატონო, ჯავახას და მარიამს ძალიან არ მინდა რომ ჯავახა და მარიამი მსკამზე იყოს, მაგრამ მე მგონია რომ ლელუსაც დასვამენ. შესაძლოა მარიამ ლამაზი ხო თავშით გამოეთიშა. კი ბატონო, მაგრამ 16 იანვარს მაინც ყველა ვარიანტში დასრულდება. რეალურია თიკო.
ფართიზე ვერ გადამიწყვეტია წავიდეთ თუ არა ხალხნო წინა ფართი ორგანიზატორმა ანუ წამყვანმა ხო თქვა ჩავარდაო და ძალიან უხერხულიაო რატო ჩავარდა მუზების ფართი იმიტომ რომ მუზების ორგანიზებული რა თქმა უნდა ყველას გვეგონა რომ იქნებოდა მუზების სიმღერებით და მაგის გაძლება ხალხნო ძალიან რთულია მე არ ვიყავი მზად მენტალურად რომ კიდე მუზების იმისთვის მომესმინა მუსიკისთვის და რა თქმა უნდა ძალიან ცოტა ხალხი მივიდა 7 თუ 8 ადამიანი და უნდა ყოფილიყო 30 არავინ არ მივიდა რა თქმა უნდა ეგეც ლორენცოს დააბრალეს ფართი რო ჩავარდა მაგრამ ეხლა ლელუ არაფერს არ აორგანიზებს ანუ ეხლა ხო არის სამშაბათი ხვალ უნდა იყოს ფართი და 4 შაბათს საღამოს არის ხოლმე და ჯერჯერობით არაფერი არ გაუკეთებიათ და არ ვიცი ლელუმ თქვა მე დამსვით აღარ მინდა აკყოფნაო იმიტომ რომ იცის ისედაც მოიშორებენ ახალ მონაწილეს ჯავახა მოსწონს არ ვიცი თქვენი აზრით ვინ მოსწონს ანასტასიას ახალ მონაწილეს ძალიან საყვარელი გოგოა ლილე მინდა ხო წავიდე და მარიამი ვნახო ვიცი ძალიან გაეხარდება ლორენცოზე შეტევები ისევ მიდის ზურა მოსწონს? უიმე ზურა რა მოსაწონია ზურა აი მე დიანა როგორ ეჭვიანობდა ნახეთ ზურას როგორ უყურებდა ანასტასია ზურას როგორ ხდება ანასტასია ძალამაზი გოგოა და ეს თვალები გადმოცვენილი ზურა ვისაჭიროთ უნდა ზურას უხდება დიანა ასევე თვალები გადმოცვენილი კი კი ბაბიშა სულ მე კონტაქტება მარიამის უკონტაქტზე ვარ და სულ აპრეკებით ერთმანეთს არ არის აუცილებელი რომ ვინმე მოწონდეს კაცო ანასტასიას საერთოდ არ არის აუცილებელი უბრალოდ რომ გავერთოთ მაგიტო ვლაპარაკობთ მაგაზე მარიამზე ჭკვა მეკეთება ისეთი ლამაზია იმიტომ რომ ყვირისხობა თვალები უცვივდება შეიძლება რაღაც ფარისებრის პრობლემა კონდეს ვერ გეტყვით ანასტასიას შესაფერისი არ არის მან და არავინ მეც გეთანხმები რომ არავინ არ არის შესაფერისი ანასტასიას ძალიან საყვარელი გოგოა ძალიან მომწონს ესეთი მოვლილი გაბრანჭული 19 წლის არის და გავს ცოტა მეც 25 წლისას ძალიან საყვარელი გოგოა და მინდა რომ ძალიან უფრო მეტი აქტიუროს ნუ ჯერ გასაგებია რომ 2 დღე არა შესულია მაგრამ მაინც მარიამა ეჭვიანაო არ ვიცი ვერ გეტყვით მე არ მგონია რომ მარიამი ანასტასიას შესაფერისი ლორენცოსი ვიზუალურად შეიძლება რაღაცა ორივე შავგრემნები თხელი ისეთი ხალხი კი ვიზუალურად ხო მაგრამ მე ვიცნობ რა ლორენცოს უკვე არც ისე ცუდად ჩემი აზრით ანასტასია მაგას არ მოეწონება ჩემი აზრით არის თორე ისე როგორ არა მარიამი კარგად არის ცოტა დასტრესილია და გაძლებაზეა ჯავახაზე რა სიტყვი ჯავახა ძალიან ბევრ რაღაცას ვერ ამჩნევს ჩემი აზრით მონაწილეები რაღაცნაირად ცუდად იყენებენ ჯავახას და რაღაც ჯავახას თითქოს აი რაღაცებს ვერ ამჩნევს თუ ესე აწყობს და მაგიტო არ იმჩნევს ვერ გეტყვით
შეუძლებელია ახლა ჯავახა ვერ ხედავდეს ვიღაცები მანდ რომ რაღაცებს უჩალიჩებენ ხო არ მჯერა შეიძლება თამაში ეგრე აწყობს ეხლა ესეთი რაღაც მაინტერესებს ხვალ წავიდე პარტიზე დაპატიჟებული კი ვარ მაგრამ ძალიან უნდა მოვიგ თან მარიამი ძალიან მომენატრა მარიამის ნახვა მინდა ძალიან მარიამი არ შეიცვალა ისევ გოიმებს ეძახდაო ხახნო რატო გგონიათ რომ მარიამს მე ვაძახებინე გოიმები მართლა ესე ფიქრობს და რასაც ფიქრობს ეს ადამიანი იმას ამბობს რა ვიცი მუზეები ეგოიმება და ეძახის გოიმებს და ეხლა მე რო წამოვიდოდი აღარ ეგოიმებოდა და აღარ დაუძახებდა გოიმებს მუზეებს თუ რა გონიათ ვერ მივხვდი ელენე ხვალ არის საღამოს 9-ზე მე მგონი ლელუს აქციელი მე არ მიყურს იმიტომ რომ ჯავახას მწვანე დროშას ვერ მიცემდა კაცო აუთსაიდერობას უმიზნებს და რა ის მწვანე დროშა ისევ მუზებს მისცა ვითომ ეხა რაღაცა გაამხნევა მე ძალიან ჩემი აზრით ხალხნო ამ კვირას გააგდებენ ლელუს იმიტომ რომ არ ნახული ფეილი დაემართა მაგ გოგოს ძალიან უიღბლო და ხელმოწარულია ყველაზე ცუდი პოსი და ეხლა ხვალ ექნება ყველაზე ცუდი ფართი და ყველაზე ცუდად დაიწყო ეს კვირა და მარიამს გააგდებენო სამწუხაროდ არ მინდა მარიამი რო გააგდონ მე აუცილებლად მივალ მარიამს მხარდასაჭირად რატომღაც მგონია რომ ლელუ დასვამს მაგას აუთსაიდერად მაგრამ არ მინდა რო გააგდონ არ ვიცი ხა ხვალინდელ პარტიზე წავიდე რა ვქნა მომწერეთ პარტიზე წასვლა არ წასვლა ერთია მაგრამ ეს ლელუ რომ ამ პარტისთვის არაფერს არ აკეთებს და არ ემზადება წავიდე ვნახო როგორ არაფერი არ გააკეთეს მარიამს მაინც დაველაპარაკები ხო მაგათი პარტი შოუ დავდგაო ვაიმე მე რო შოუში აღარ რომ მაინც შოუ დავდგა მივიდე გავლანძო წავიდე და ლაივი ჩავრთო იქიდან ხალხო ვაიმე ახალი მონაწილე ძალიან მომწონს იმედია იაქტიურებს და მარიამს არ გააბრაზებს ხო როგორც სტუმარი ისე უნდა მივიდე იქ თორე არა ისე რომ მონაწილე ხარ სტუმრების სიაში ვარ კი დამპატიჟეს და მინდა მისვლა ძალიან მარიამი მომენატრა აუთსაიდერების დასახელება არის დღეს მეგობრებო ნუ გადაცემა გავახვალ მაგრამ დღეს უგვეცოდინება ვინ არიან აუთსაიდერები ასო იგივე ანასტასია ძალიან საყვარელი გოგოა კი ჯერჯერობით მე რომ ნახოთ როგორ მოიქცევა პარტი არის ხვალ დღეს ხო სამშაბათია ხალხო
ჩემი აზრით აუთსაიდერები იქნებიან მარიამი, ჯავახა და ლელუ. ბონდო უფრო კაი ვარიანტი იქნება აუთსაიდერად. გეთანხმებით ბონდო აუთსაიდერად რო დაჯდეს, წავა კიდეც აღარ დატოვებს. ეგ SMS ლიდერი ვერასოდეს ვერ გახდება და პროექტი აღარ გადაარჩენს. უსამართლოა მარიამ და ჯავახას უმიზეზოდ სვავენ. უმიზეზოდ რა გითხრათ? კონკურენტები არიან და მიმეტი მიზეზი რა გინდა? ლელუმ ხმამე მომეცით წითლი, იმიტომ რომ ძალიან ცუდად დაიწყო კვირა, აი ეს წერილი რომ შემოუგდავნის და სისუფთავეზე რომ შენიშვნა მისცეს რომ რა სიბინძურია შენი ბოსობის პირობებში და მიხედე იმასო და კიდე ფართისაც ვერ აწყობს, არაფერი არ გაუკეთებია. ყველანაირად ცდილობენ რომ დააშორონ. კი ბატონო, მარიამის და ჯავახას დაშორება უნდათ. მარიამთან მაქვს კარგი მეგობრული ურთიერთობა და სულ წერ ხოლმე ერთმანეთს. ლელუს რისი პრივილეგია აქვს, ანუ ბოსი შეიძლება იყოს აუთსაიდერი და მას იმუნიტეტი არ აქვს და პრივილეგია არ აქვს. იმედი არ დასვამენ ერთად, მეც არ მინდა მარიამი და ჯავახა რომ ერთად დასვან. ლელუმ ლორენცო რო დასვასო, კი. მარიამთან და ჯავახასთან ლორენცო იქნება ყველაზე ცუდი, იმიტომ რომ მარიამი და ჯავახა დაშორდება და წავლენ, კი ბატონო. ბაბი, ტასოი ჩალიჩება ჯავახას? რა მითხარი? ჩამიგდეთ ხოლმე ვიდეოები, თორე არ მჯერა. ვიდეოები ჩამიყარეთ ხოლმე რა. მე ხო სტრიმებს ვერ უყურებ, ეპიზოდებს უყურებ, ყველაფერს სტრიმებს ვერ უყურებ, მაგრამ თქვენ რომ რაღაცებს მიყრით ხოლმე ამოჭრილ ვიდეოებს, ეგ ძალიან მიხარია, ძალიან მომწონს. ლორენცო რო დასვან, ლორენცო ხმის დერი იქნება და წავან ჯავახი, კი ბატონო, მასია ზუსტად. ვარდისფერი გულით. არ ვიცი ამ გოგოს რა ქვია რა, მასია ზუსტად, კი. მარიამის გულშემატკივარი ხარ, ძალიან კარგი. ავოკადო შემოვიდა, ავოკადო. ავოკადო მეც მიყვარხარ. დღეს არის წითელი დროშები, კი, დღეს იქნება წითელი დროშების გადაცემა და ხვალგავა ეგ გადაცემა. მაგრამ დღეს უგვეწოდინება აუთსაიდერები. სალომეც მიყვარხარ.
დღეს გავა გადაცემა, ანუ გადაცემა რო გადის მაგალითად დღეს, ხო? გადის ხოლმე გუშინ რაც მოხდა. გამარჯობა. ვაი, ეს ვინ არის ხა რა მოხდა? არ ვიცი, რაღაცამ ჩართო და უმიგზავნა. უი, მე დამეჭირა რამეს? კაი, მოიცა გავალ. თუ გინდა იყავი. არა. საუბრობდით და გაგრძელეთ. კაი, ნიაკო. ვაიმე. რაღაცას დამეჭირა ბოდიში, ხალხნო ბოდიში. მეც დანერვულობ ეგორი ერთად რო დასვა. გინდათ ვინმე შემოსვლა ხალხნო, მოდით და შემოდით თუ მარიამისკენ ვარ, კი ბატონო. რაღაცას დამეჭირა მეგობრებო, ვიღაცა ჩავრთე ბოდიშით. აუთსაიდერად ვინც ის იმას ებრძვიან და იმიტომ ის ახლა ჰაერზე ხوارზის. დაძაბული სიტუაცია იქნება გეთანხმებით. შევაწვდი საჩუქრებს აუცილებლად, აბა რას ვიზავ. გამატანეთ მარიამთან რაც გინდათ, ხვალ მივალ და ვნახავ. და გადავცე. ხო, მაგას ვამბობდი ახლა, ანუ რას ვამბობდი, რომ ლელუს ეხა ძალიან რთული ვითარება აქვს. და მე მგონი, რომ ძალიან ცუდად დაამთავრებს ეგ გოგო მან მოღვაწეობას უკვე ჩანს კიდეც და რაუბანში არა, სალამი მოგესალმებით. ეს ჰაუსი არის რუსთავი 2-ის შენობაში, ვაჟა-ფშაველას ბოლოში. არის ანჯაფარიძის 5 ნომერი, რუსთავი 2-ის სტუდიაში, რუსთავი 2-ის შენობაში არის ცალკე სტუდია აშენებული. ანუ საბურთალოზე. დღეს 11 საათია ხო, მაგრამ თვით რომ მეტრია ზოგიერთი, მე ზოგიერთი თვით რატო უნდა მეტრია კაცო? თვითონ უკვე ნათრევები არის. კი ბატონო. მოკლედ მეგობრებო, ესეთი რაღაცა, არ ვიცი, ორ ვარიანტ შორის ვარ, ანუ ვორჭოფობ, ხვალინდელ ფარტიზე წავიდე თუ არა, ფარტი რა თქმა უნდა ლერუს ორგანიზებით ვერაფერსაც ვერ ივარკებს, მაგრამ მარიამს მაინც ვნახავ და მარიამს დაველაპარაკებით ხო და თქვენც მოგიყვებით მე რაღაცებს. ხო და აუთსაიდერებს დღეს გავკეთე. კი ბატონო. და შესაბამისად, არ ვიცი, პარასკევს იქნება ძალიან დიდი დღე. მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ ლაივში შემოდივარ ხოლმე და ჰაუსზე ვლაპარაკებ, თუ გინდათ სხვა თემებზეც დაგელაპარაკებით, უბრალოდ რომ მიწერთ ხოლმე, რომ
ეს კიდე ჰაუსზე ლაპარაკობს, იმიტომ რომ ვარ ჩართული ძალიან ვარ მაყურებელი დრემშვიდობისა გიორგი კვარა. ხო და თეონა, იმიტომ რომ ვერი ვარ გაუკვე და დაფეილდა და სიბინძურეზე მისცეს შენიშვნა. მეტი დაბალი დონის რაღა უნდა იყოს სიბინძურეზე რომ მოგცემენ წერილობით შენიშვნას, გასაგებია შენთვის. ხო, უკვე დაფეილდა და უკვე ჩაფლავდა ეგოგო. თეონას ვპასუხობ. კი, მე ბევრად უკეთესი დონის ვარ. აი ამ უზრდელ თეონას ვპასუხობ. შეუგნებელს. თეონა გრიგალაშვილი, ვამე რა საწყალი ხარ. ხო და შესაბამისად, არ ვიცი აბა. ახალ მონაწილეზე რას ვიტყვი? ახალ მონაწილეზე ვიტყვი, რომ ძალიან საყვარელი გოგოა, ძალიან მომწონს ესეთი ლამაზი და გაპრანჭული გოგოა და მინდა რომ უფრო იაქტიუროს. ეს ჯონჯი თეონა გრიგალაშვილი დაუბლოკოთ, იმიტომ რომ არის უზრდელი. უზრდელებს ყველაზე ბლოკავ. მგონი ახალი მონაწილე ანაცვლებს ლელუს. კი, ლელუს საქმე წასულია, კი ბატონო. ფართის ვიდეო დაიდება ზეგ, ანუ ხალარი ფართი და დაიდება ზეგ. სალო შემოსვლა მინდაო, სად გინდა შემოსვლა? გვანცა, იცი რა მაინტერესებს, ანუ საჭმელზე რა ხამობა ჭირტყბელი და კალბასი არ ნახავს. რა ვიცი, მოშვიდათ და ჭამენ, რა ვიცი, ხამობა რა არის, როცა ადამიანს ჭამს, რა ვიცი. ერთმანეთი არ ჭამონ, რაც თავარია. აუთსაიდერებში, რა თქმა უნდა, ლელუ, იმიტომ რომ ყველა შეაძულა მაგოგომ თავი უკვე, ყველას ატანა აღარ აქვს უკვე მაგისი. და შესაბამისად, მარიამს და ჯავახას აუცილებლად. თეონა გრიგალაშვილი, ვამე რა უბედურის თავის უბედურია დაუბლოკოთ ეს უბედური, რა უზრდელი რაღაცა არის. ლელუ ყველა დაღალა. ვინ გინდა გაიმარჯოს ჰაუსში კაცო? მე კი მინდა რომ მარიამმა გაიმარჯოს, მაგრამ მე ვთვლი რომ ლორენცოს მეტი შანსი აქვს, იმიტომ რომ ლორენცო ბევრად ისეთი ხმალამოღებული მებრძოლია და მარიამი ეგეთი ხმალამოღებული მებრძოლი არ არის. კი ბატონო.